დამიწერა რომ გაჭედაო, დამიწერეთ თუ ჩანვარ და ხმა თუ ისმის, დამიწერა გაჭედაო. არ ვიცი, რაღაც connection-ის პრობლემა იყო. ჩანვარ, დამიწერეთ. გონი გასწორდა. წამიერად გაჭედა. მოკლედ. პირველი ასპექტი, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც უკვე ვთქვი, ვენერა პლუტონის დაპირისპირება, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, სიკვდილიანობას ქალებში, ამავდროულად იწვევს პირად ურთიერთობებში საკმაოდ დიდ კონფლიქტებს, ამიტომ ეხლა ბევრი წყვილი შეიძლება რომ დაშორდეს ამ ასპექტის გავლენით. და კიდევ ვისთვის არის ეს ასპექტი ცოტა ისეთი არც თუ ისე სახარბიელო და სასიამოვნო, ხო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომში. ეკონომიკური პრობლემები და უშუალოდ ფინანსური პრობლემები, ხო და პრობლემები პირად ურთიერთობებში, ამას რა თქმა უნდა, პერსონალური ტრანზიტების თუ შეუწყობს ხელს, ხო? ანუ პერსონალური ტრანზიტების მხრივ დუბლირება თუ იქნება ამ ტრანზიტების. ეს არის რა თქმა უნდა კურო. კუროს ნიშანი, მორიელიც, ლომი, მერწყული, ხო, ფიქსირებული ხარისხის ნიშნები. რატომ? იმიტომ რომ ვენერა გვაქვს ახლა კუროში, ფიქსირებული ხარისხის ნიშანში და როდესაც პლუტონთან გვაქვს ნეგატიური ასპექტირება, ყოველთვის ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის და აი ამ ხარისხის, მოკაცრავთ, გადატრიალდა. რა ჭირს დღეს? აი, всё, ჩანვარ ხო, მეგობრებო. აი კაზუსები, ეს პლუტონის და ურანის ენერგიებია. всё, ჩანვარ. აი ყოველთვის არის ხოლმე აი გარკვეული ქაოსი და ძიმე ტრანსფორმაციები იმ ნიშნების ცხოვრებაში, აი რა ნიშანშიც დგას ვენერა. შესაბამისად, ვენერა კუროში გვაქვს, ახლა კურებისთვის არ არის მარტივი პერიოდი ფინანსების და პირადი ურთიერთობების კუთხით ამ ასპექტის გამო. ამიტომ ეს გავითვალისწინოთ. განსაკუთრებით, ვისაც ვენერა გაქვთ კუროში, პირად რუკაში ეს გაითვალისწინეთ, მეგობრებო. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ეს ვენერა პლუტონის დაპირისპირება უამრავ კაზუსს შექმნის და კრიზისს ფინანსების მიმართულებით. ამიტომ თუ აპირებდით დაუშვათ გარკვეულ ფინანსურ წარმოწყებებს, ან აპირებდით თუნდაც ოპერაციას, ხო, აი რაც ეხება დაუშვათ პლასტიკურ ოპერაციებს, გარეგნობას, ესეც ვენერაა. ეხლა, ვისაც ვენერა კუროში გაქვთ, ან კურო ხართ მზით, ჯობია ეს ყველაფერი არ გავაკეთოთ. რაც შეეხება იმ აგრესიულ ქმედებებს, რასაც აქვს ახლა ადგილი, რა თქმა უნდა, ისრაელში და ირანში, მეგობრებო, მარსი ურანის კვადრატი გვაქვს, რაც ვიცით რომ არის ერთ-ერთი ყველაზე სპონტანური დაპირისპირებების და სპონტანური კონფლიქტების დაწყებების ასპექტი. შესაბამისად, ზუსტად აი ამ ასპექტმა გამოიწვია ის, რომ აი ასეთ თქოს მოულოდნელად და არსაიდან მოხდა ეს შეტაკება და არ არის მარტივი პერიოდი. გვაქვს მზე სატურნის დაპირისპირებაც, გვაქვს მზე ნეპტუნის დაპირისპირებაც, გვაქვს ვენერა პლუტონის დაპირისპირება, მარსი ურანის დაპირისპირება, იუპიტერი სატურნის დაპირისპირება, იუპიტერი ნეპტუნის, მოკლედ უამრავი სამართლებრივად არც თუ ისე სწორი ქმედება იქნება ახლა გარკვეული ქვეყნების და პოლიტიკოსების მიერ. ამიტომ, გაგიკვირდებათ, ეს არ არის მარტივი პერიოდი ასტროლოგიურად ახლა. არ ვართ მარტივ პერიოდში. განსაკუთრებით ეს ყველაფერი ეხება ფიქსირებული ხარისხის ნიშნებს, იმიტომ რომ მარსი ისევ გვაქვს ლომში ფიქსირებული ხარისხის ნიშანში, ვენერაც გვაქვს კუროში ფიქსირებული ხარისხის ნიშანში და როდესაც გვაქვს ეს ასპექტირებები, მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ხო, რომ არა უყვეთ პროვოკაციებს, ეს ეხება ლომებს, მერწყულებს, მორილებს, კურებს, საკმაოდ აგრესიული პერიოდია თქვენთვის, ამიტომ არ აყვეთ პროვოკაციებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, ხო? საკმაოდ რთული ტრანზიტებია და რა თქმა უნდა ეს გაზრდის რაღაცა უსამართლობის განცდას, ეს გაზრდის დაუშვათ გარკვეულ ილუზიებსაც, ხო, ეს მზე ნეპტუნის დაპირისპირება, ეს ილუზიები, დეპრესიული ფონი, მზე სატურნის დაპირისპირება, ეს უსამართლო ქმედებები დავუშვათ, ხო? და ამავდროულად მარსი ურანის დაპირისპირება. ეს რა არის? ეს არის რევოლუციური ასპექტი, როდესაც ადამიანებს უნდათ გაპროტესტება დავუშვათ, ხო? და სპონტანურად არის ხოლმე გარკვეული კონფლიქტების გაჩაღება.
ეს სწორედ აი ამ ასპექტის გავლენით არის. კომპიუტერით შემოვედი, რომ თქვენი კითხვები წავიკითხო ტელეფონით ხანდახან არ მიჩნევს ხოლმე მეგობრებო. ესე იგი, სასუნთქოებო მეგობრებო, 11 ივნისს გქონდა და მე ამაზე წინა ლაივში ვსაუბრობდი, რაც შეეხება ახალმთვარეობის პერიოდს, ეს იქნება 25 ივნისი. 25 ივნისს გვექნება ახალმთვარეობა და რა თქმა უნდა, ახალმთვარეობის პერიოდი კარგი არის ხოლმე წამოწყებებისთვის. კარგია წამოწყებებისთვის და რა ნიშნები იგრძნობენ განსაკუთრებით, ესე იგი, აი ამ ახალმთვარეობის ენერგიას. რა თქმა უნდა, კირჩხები, თხისრქა, ვერძი და სასწორი, ხო, ანუ კარდინალური ხარისხის ნიშნები განსაკუთრებით იგრძნობენ ამ ახალმთვარეობას. ახალმთვარეობას რა შეგვიძლია გავაკეთოთ? სხვადასხვა სახის მანიფესტაციური ტექნიკები, სურვილის ჩაფიქრება დავუშვათ, ხო? ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, ან თუ იცით უკვე თქვენი სურვილები, გონებაში კარგად გაქვთ დახატული, რომ აი რა გინდათ რომ მოიზრდოთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თითქოს ეს უკვე თქვენია. ან შეგვიძლია დავუშვათ სამყაროს ვთხოვოთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მოგვეცეს. თუმცა აქ არის ერთი ოქროს წესი. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ნეგატიური ფორმულირებებით, ანუ არ ვამბობთ სიტყვა არს. ეს არის მნიშვნელოვანი აქ. და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სურვილი იყოს რეალისტური. ანუ რეალობასთან მიახლოებული, ესე იგი, შეიძლება ვთხოვოთ გაორმაგება შემოსავლის, მაგრამ ეს გაასმაგება და გაათასმაგება და მილიარდები უმჯობესია, რომ არ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს რეალობასთან მიახლოებული უნდა იყოს ჩვენი სურვილი, ანუ რაც პოტენციურად შეიძლება რომ ჩვენ მოგვეცეს ისედაც, ხო? ანუ რაღაცა არარეალური, ჯობია რომ არ ვთხოვოთ სამყაროს, ხო? ამიტომ ეს გავითვალისწინოთ, რომ 25 ივნისს ვაკეთებთ მანიფესტაციას. შეგვიძლია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, გარკვეული წმენდითი პრაქტიკებიც და ჩავიფიქროთ სურვილი, ანუ აი ამ ერთთვიანი და უშუალოდ მთვარის ციკლის განმავლობაში რაც იქნება, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რომ გავითვალისწინოთ და ჩავიფიქროთ. არის მსოფლიო ომის საშიშროება, საინტერესო კითხვაა. კი, რა თქმა უნდა არის. მე ამაზე ვსაუბრობდი, თუნდაც 2025 წლის პროგნოზში ვსაუბრობდი, რომ არის ამის საშიშროება. რატომ? იმიტომ რომ ცხრიანის წელია, თან გველის წელია, არ არის მარტივი პერიოდი. ცხრიანის წელი ხსნის მარსიანულ ენერგიებს ნუმეროლოგიაში. მარსის ენერგიები რა არის? მარსი არის ბრძოლის პლანეტა, ხო? ეს თუნდაც მითოლოგიიდან, ხო, მარსი ბრძოლის პლანეტა, ხო, არისი, ხო, ბრძოლის ღმერთი, ანუ იგივე Aries, ანუ ვერძი, ხო, და მარსი მართავს ვერძს. შესაბამისად, არ არის 7 წელი. მე ვთქვი, რომ აი ვინც წუწუნებდა დრაკონის წელზე, თქო, აი გველის წელი რომ მოვა, აი მაშინ მიხვდებით, რომ 10ჯერ უფრო მძიმე და დამანგრეველი ტრანსფორმაციები იქნება. თქო, აი ვინც წუწუნებდა დრაკონის წელზე, ყველა გავაფრთხილე და რომ შემოვიდა, ესე იგი. გველის წელი კი ვნახეთ უკვე, როგორ ინტენსიურად მიდის ნამდვილად ეს ტრანსფორმაციები, ნგრევები და ომები, კონფლიქტები და დაპირისპირებები.
ამიტომ რა თქმა უნდა კი არის მოსალოდნელი მეგობრებო მსოფლიო ომი. იმედი მაქვს რომ კაცობრიობა რა თქმა უნდა აირიდებს ამ საფრთხეს, თუმცა ეს საშუალება ნამდვილად არის ახლა, მithumetes ცხრიანის წელია და ცხრიანი. მე გაგაფრთხილეთ ჯერ კიდევ დეკემბერში, წინა წლის დეკემბერში, რომ 2025 იქნება ომების წელი. თქვენ გაგაფრთხილეთ ჩემი გამომწარები. შესაბამისად თქვენ ხართ გაფრთხილებულები ჩემგან. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს დაშინება მინდა დავუშვათ, არანაირად. უბრალოდ გაზრდით ინფორმაციას, რასაც ამბობს ნუმეროლოგია, რასაც საუბრობენ პლანეტები. როგორ იქნება გველის წელი მათთვის, ვინც გველის წელშია დაბადებული? საინტერესო კითხვა. ადრეც მკითხეს ხოლმე, იგივე შეკითხვა და კი ბატონო, ვერ ვიტყვით რომ მარტივი, იმიტომ რომ ვინც გველის წელშია დაბადებული, მათთვის კიდევ უფრო დიდი ტრანსფორმაციების და ცვლილებების პერიოდია. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც ცუდი პერიოდი იქნება თქვენთვის, ხო, ვინც გველის წელში ხართ დაბადებულები, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით ინტენსიური ცვლილებები იქნება, ყოველთვის ასეა ხოლმე, თქვენ თუ ხართ დაუშვათ ვეფხვის წელი უფრო ტრანსფორმაციული იქნება, შეიძლება უფრო კრიზისულიც თქვენთვის. თუ ხართ გველის წელში დაბადებული, რა თქმა უნდა, გველის წელი უფრო მეტს მოითხოვს თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ ხართ წარმომადგენელი ამ ჩინური ზოდიაქოს ნიშნის. ამიტომ ეს ყოველთვის ასეა, გონიათ ხოლმე რომ დავუშვათ მე თუ ვარ დრაკონის წელი მარტივი იქნება, შემთხვევით არ არის ეგრე. პირიქით არის ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ ეს ნიშანი თავის წარმომადგენლებს უფრო მეტს სთხოვს, ვიდრე სხვებს. ამიტომ ეს უმჯობესია გავითვალისწინოთ, მეგობრებო. კიდევ კითხვები იყო, არის თუ არა ფასდაკლება? კი ბატონო, მეგობრებო, 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე გვაქვს. ამ თვის ბოლომდე გავაგრძელეთ თქვენი თხოვნით. ამიტომ თუ გსურთ დავუშვათ ერთსაათიანი ონლაინ კონსულტაცია, ან ბედის მატრიცა, ან ნუმეროლოგია დავუშვათ, ხო, ან ერთი წლის პროგნოზი, ან კალენდარი, ან ტრანზიტების ანალიზი, სოლარის ტრანზიტის გამოცვლა, კონსულტაცია ჩემთან, ხო, ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხება ასტროლოგიას, მაშინ მოგწერეთ მეგობრებო პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ ფასდაკლებულ ფასებს და ყველა სერვისის ჩამონათვალს და თუ გსურთ ჩაწერა კონსულტაციაზე, იმ კვირის ბოლომდე კიდევ გვაქვს ადგილები დარჩენილი და საათების გასაგებად, რა საათები და რა თარიღებია თავისუფალი, მოგწერეთ მეგობრებო პირადში. კონსულტაციაზე რა განიხილება? თქვენი პერსონალური ჰოროსკოპი, განვიხილავთ თქვენს პირად უკას კარმას, ფინანსებს, პირადს, ჯანმრთელობას, გაზრდებს, რჩევებს. ამავდროულად განიხილება შეთავსებაც პარტნიორთან, თუ თქვენ ეს გინდათ დავუშვათ გყავს პარტნიორი და გაინტერესებთ წინასწრია, ანუ შეთავსება ესეც განიხილება. კიდევ დრო თუ დარჩა თარიღის გამოთვლაც, ანუ მნიშვნელოვანი თარიღები, ოპერაციის თარიღი, საკენსროს თარიღი დავუშვათ, ხო? ესეც განიხილება. თუ თვლით, რომ 1 საათი არ გეყოფათ, 2 საათიანი კონსულტაციებიც გვაქვს, 3 საათიანიც უბრალოდ წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, მეგობრებო. და როგორც უკვე ვთქვით, ყველა სერვისზე გრძელდება ახლა 40%-მდე ფასდაკლება. და რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, მეგობრებო, სეიჯები ჩამოვიდა, ანუ წითელი ფერის სეიჯ სალბი. განვიხილეთ კიდევ ერთხელ წინა ლაივში განვიხილეთ მახსოვს. ეს წითელი სეიჯია, მეგობრებო, იცავს ავი თვალისგან, იზიდავს სიყვარულს, ქვია დრაკონის სისხლი. საკმაოდ ძლიერი და მაგიური და მისტიურია, თუ გსურთ გვაქვს მარაგში, მეგობრებო, და კიდევ გვაქვს მარაგში ეხლავე თეთრი ფერის, თეთრი ფერის
კლასიკური კალიფორნიული სეიჯი, რომელიც გამოიყენება ძლიერი ენერგეტიკული წმენდებისთვის და აი მრავალჯერადი გამოყენებისაა მეგობრებო ორივე და ნუ აი მინიმუმ 4 თვე გეყოფათ, მინიმუმ. და რა თქმა უნდა, პალო-სანტო წმინდა ხეც გვაქვს ახლა მარაგში, გვაქვს ტიბეტური თასები კომპაქტური ზომის, აი ეს ზომა გვაქვს მარაგში და აურის გამწმენი და ფინანსების მოსაზრდი ჩხერებიც მეგობრებო გვაქვს მარაგში, ვისაც გსურთ ამ პროდუქციის შეძენა მოგწერეთ პირადში მეგობრებო. აბა ვნახოთ კითხვებს ჩავუჯდები. სასწორებზე ვსაუბრობთ, კი სასწორებს შეეხება ის ახალმთვარეობა, რაც იქნება 25 ივნისს, ხო? ანუ მათთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდი დაიწყება ახალი წამოწყობების კუთხით. ანუ კარდინალური ხარისხის ნიშნებს შეეხება ვერდი სასწორი კირჩხებით გაზრდა. საქართველოს რაელის ამაზე არაერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, მინიმუმ 5 ვიდეო მაქვს ჩაწერილი რაელის ჩვენ ქვეყანას და შეგვიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube-ზე. ვინც ვერ დაესწრო მეგობრებო ამ ლაივს აუცილებლად შევინახავთ ჩანაწერს და ვისაც გსურთ ჩაწერა კონსულტაციაზე, რა თქმა უნდა მოგწეროთ პირადში და ისარგებლებთ 40%-მდე ფასდაკლებით ყველა სერვისზე და მათ შორის კონსულტაციაზეც.